უნებრივია შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში პროკურატურის მიერ წარმოებულ იერიშზე პოლიტიკური ნიშნით თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ და ზოგადად თავისუფალი დემოკრატების მიმართ, როგორც ელჩმა აღნიშნა, დაინტერესებული იქნებიან რა თქმა უნდა, რომ წარიმართოს ეს გამოძიება ღიად, მაგრამ ღიად ვერ მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე ეს ეჭვები, რომელიც მყარდება დღითი დღე საქართველოს აზიანებს. თუმცა ჩემი მთავარი ამოცანა დღეს არის, რომ სწრაფად დაიწყოს ღია გამოძიება, ყველაფერს დაერქვას თავის სახელი. მე არაფერს არ გამოვრიცხავ, ყველაფერს ველოდები და მე პირიქით მოუწოდებ, რომ მე ხო ვიცი, რომ ამ ყველაფრის სამიზნე ვარ მე და მე მინდა ყველა მიცოდეს, რომ ის უდანაშაულო ბიჭები უნდა გამოვიდნენ და თუ რამე შეკითხვები აქვთ, მოვიდნენ ჩემთან. შეხვედრაზე 2 კვირის წინ შევთანხმდით, როდესაც ბატონი ალასანია ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრი იყო. მტკიცეთ მჯერა საქართველოს ევროპული ორიენტაციის და ვერანაირის საფრთხეს ვერ ხედავ. ახლა არის დრო, როდესაც მომავალზე უნდა მოხდეს ფოკუსირება და გაგრძელდეს საქართველოში სტაბილური მრავალპარტიული დემოკრატიის მშენებლობა. ასევე უნდა გაგრძელდეს დატვირთული დღის წესრიგი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ვაფასებთ იმ შრომას, რომელიც მთავრობიდან წასულმა პირებმა გაწიეს. ასევე მინდა ვთქვა ის, რაც არაერთხელ აღინიშნა ბოლო პერიოდში ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. შეშფოთებული ვართ, რომ გამოჩნდა შემთხვევები, როდესაც სამართლებრივი დევნა გამოყენებულია პოლიტიკური პირების წინააღმდეგ.